ესეთია. ჩემთან ხართ? წავედ. კაცმა დაიქირავა მალარი როგორ არის? მღებავი. საბაი. მოვიდა მღებავი, დაიწყო სახლის შეღებვა. საღამოს ბავშვი ბევრი ოთახებია. საღამოს ადამიანი დადის, ეძებს, ხედავს ფეხსაცმელები აღარ არის. ოკეი. ვერ ხვდება ხა რემონტია სახში შეიძლება სადღაც. გავიდა ერთი დღე, კიდე რაღაცა დაიკარგა. გავიდა ერთი დღე, კიდე რაღაც დაიკარგა. ბოლო-ბოლო მიხვდა რას? რომ ეს მღებავი ნელა ეხმარება სახლის დასუფთავებაში, რომ გაზიდოს ამის ნიუტები. ფიქრობს რა გავაკეთო და გაახსენდა რომ დავშოთ სახლი აქვს და ეზოში აქვს გასასვლელი. ეზოში აქვს დაგებული მეტლახი დავშოთ, ხო? რაც ქვია, არის კერამიკული იატაკი. და გაახსენდა რომ ეს კერამიკული იატაკი არის ასაყრელი, რადგანაც არ არის თანასწორი, ანუ ორმოები ვითაა. ფიქრობს როგორ შეიძლება რომ ეხა ამან რაც მომპარა რომ უკან იმას ქნა, გაქვია ამოვიღო ჩემი ჩაყრილი ფული, გადაწყვიტა ეს რაღაცის გაკეთება. აიღო ფურცელი და დაწერა ვითომ მამამისისგან აქ ანდერძი, რომ შვილო იცოდე რაც კი ქონება მქონდა, ხო? იერუშა როგორ აქართულად? ქონება, მემკვიდრეობად, მთელი მემკვიდრეობას გიტოვებ ამ პლიტკების, ამ იმეების, რა ქვია, კაფელის ქვეშ. დაამტვრია, მოიღე გამოიყენე შვილი. რა გააკეთა, დაწერა ეს ყველაფერი. დადო ოთახში და გვერდზე ოთახში უნდა ემუშავა მეორე დღეს ვის? მღებავს. ეხლა მღებავი, ისი მღებავია, თან ის მღებავი, რომელიც იპარავს, გაიარა შეხედა რა წერია, დაიგულა რომ ესენი გასულები არიან სახლიდან, დაიწყო აყრა. ბოლო-ბოლო ნახა რომ ვერაფერი ვერ იპოვა და ეს რომ დაბრუნდა ის შეღებილად დარჩა და ის გაქცეული იყო, რომ დაამტვრია კაფელი, არავის არ უთხოვია კაფელი აყარება. ეხლა ეს ადამიანი ცოტა ჩესნი ადამიანი იყო, სინდისი ჰქონდა. დაფიქრდა, ეკუთვნის თუ არა ამ ადამიანს რომ ისეს ფული, რადო ბოლო-ბოლო რა. ამ რომ რაც აყარა, საქმე გაუკეთა, რაღაცა დაუზოგა, ხო? რატომ რომ მოიყვანო მუშა, რას გეთქვი, ჯერ უნდა ავყარო, მე უნდა დავაგო, ხო? კითხვა გაჩნდა. ჩექმების არ დავიდა. ჰა? ჩექმები მერე. გაუჩნდა კითხვა, ვალდებულება აქვს თუ არა გადაუხადოს ამას ფული. რას ეს შეღებვის თუ კაფელის ის შეღებვის გადასახდელი აქვს, მაგაზე ორი აზრი არ აქვს. აუცხრას ვერაფერი შეჭერო. არაფერი არ. აი, აგიყრია და რეგულარ ტელეფონსაც არ აქვს. მაგალითისთვის იპოვის ამას. ეხლა ტექნიკური პრობლემებით არ დავკავოთ. აეწერა იქა. ანდერძი დავტოვო. მამისგან დატოვილია, რომ მემკვიდრეობა არის, რომ იცის რომ ჩაფლულიო, ამ კაფელს რო აყრიო, იპოვიო იმას. ამას უნდა ამ კაფელის სახე, ისმის? რამდენი ჯალიჩა. სპეციალურად დაიჭალიჭა. ხო. ფულის დაზოგვა უნდა და ბოლო-ბოლო მოპარა რაღაცები და მოდი იმ ფულს ამოვიღე. ის კარგი, რაზე გადავხადოს ფული. ოკეი, კითხვა არის, ვალდებული არ თუ რა გადასამუშაო გააკეთა. უსინდისო, ვალდებულებად. ჰა? არ მოსთხოვა, ანუ შერასიძახი, რადგანაც ამან არ თხოვა იმა თავისი გააკეთა. არ მოსთხოვა, აქეთ ისა თავისი ზარა ლობეთ ტომლევეგია, ლობეთ რიმოუტ, რაცა ლაფიკ ბენეფიტ ახეო მეღვა, წავიდეს. მე ნაბაროთ ისა მაგ პირიქით აქეთ უნდა მოსთხოვოს კაფე რომ დამემტვრია. არა, უნდა დამემტვრია. შენ ბოლო-ბოლო იმაზე უნდა მოსო გამოხვედი ახლა რომ ეხლა ახლიდან დამიგე ახალი კაფელიო, მე კიდე დავაგებინებ. არიან ეგეთები, რა ვინც მაგას მოითხოვს, მაგის დარდი არ. მე დავაგებინებ. კაი, მოწავიწიოცი. ეხლა მეორე კითხვა ესეთია, კითხვაში დავსვამ კითხვას. ჩვენ ვისწავლეთ ესეთი რაღაცა, რომ თუ მოვიდა ადამიანი, დავშვისაც აქ ბაღი, ან დავშვით სახლი მიტოვებული. სახლი არ არის მაინც და მაინც კაი მდგომარეობაში. შემოვიდა მეგობარმა და გააკეთა რემონტი. რა ვისწავლეთ? რამდენი უნდა გადაუხადოთ? მინიმალური რემონტის ფული. მიხვდით იმისა, რომ ადრე რო ეძახით, ევრო რემონტი გააკეთა, ხო? მე არ მithოვია, შენ გააკეთე, ვალდებულება მაქვს რა, მოხცე რაღაცა, თქო ბოლო-ბოლო სიკეთე გამიკეთე. ამ შემთხვევაში იქნება თუ არა ეს მსგავსი. ბოლო-ბოლო ამან საქმე გამიკეთა. ის რაც მოპარა. ის ცალკე მოთხოვ, წაიყვანე ბეიდინში მოთხოვ, შენ შეგიძლია ეგეთ რაღაც გააკეთო. აკიფიმ, არ შეგიძლია ეს რაღაც ამ საქმე ის არის, რომ ამან საქმე არ გაუკეთებია თო ის. ხო, ამას უნდა ახალს დააგებს ახლა. გავიგე, მაგრამ ამან უფრო გააფუჭა ვიდრე გაუკეთა. თავის იმითი რა. აბა ეგ გაფუჭება ითნება გაკეთება ჩავა უნდა და ამისთვის კი შალვა იძახს რაღაცას, რომ ამის მიზანი იყო დაანგრევაო. ხო? ანუ არ მოვიდა გასაკეთება. ხო. ეთანხმებით ყველა? აბა ეგ ხარატოცა იმანახმომში უნეენე. არა, უნდა გადაუხადო. რატო? იმიტომ რომ ბოლო-ბოლო სიამოვნებაა. ამდენი იწვალა. ჯერ თავიდან სანამ
პატიოსნება გაახსენდებოდა დაწერა ანდერძი მოატყუა ფაქტიურად. ხო ის? მე არა. და საქმეც დააკარგა. მაგას ტყუილი ქვია? მოიცა, ზულო, მაგას ტყუილი ქვია? მე ფურცელზე რაღაცა დავწერთ, თქვენ მოგატყუეთ? მაგას არ ეხებოდა მაგას. ერთი წამ, ზულო. ზურა მაგაზე რომ დაწერ, ვისთან დაწერე. მე რა რომ დავწერე. მე დავწერე ერთი წამი ძმაკაც, მე დავწერე რაღაცა, შენ ვალდებულები გაგწაიკითხო. მე შენ გავალდებულებ წაიკითხო ის. მე რა ვისარ ვალდებულებ, მე დავწერე სახში ფურცელი დავწერე. ვალდებული ხარ ჩემ სახში დაწერე ყველაფერი წაიკითხო. חכם שלום נתן מכה יפה. מה? צודק. כשהוא בנה, הוא ידע שמישהו יכול ליהנות מזה. אוקיי. כשהוא בא והרס את זה, הוא בא להשחית את זה. אז הכוונה פה יש לה ערך, לדעת שלום צודק. אבל מה הייתה שורה תחתונה מכוונה שלו? להשחית. רוצה להגיע לאוצר ולקחת עזוב, על האוצר לא מדברים. השאלה אם צריך לשלם על קאי, מאוד נמצא להשחית את זה. נכון, זה רק שלווה. הכוונה שלו הייתה זדון מלכתחילה. נכון, אבל שלווה אמר שהוא מאוד צינצאוויציות. דוד, על הנעה, צריך לגבות. צאוויציות. ჩვენ გვაქვს ესეთი კანონი. ხასუხში წერია ესე. თეილებში. იმ ნავალ თითბარებ და იმიკეშ თითბათელ. ანუ ვინც ხუატყობ რომ ადამიანი არის ნავალი, რა არის ნავალი? ხო? ქართულად კაი სიტყვა არის, მაგრამ ცუდი ადამიანია, შეგიძლია მასთან ცუდი იყო. უარგისია, უარგისთან შეგიძლია უარგისი იყო. თუ არ შეგიძლია რომ სწორი გზით გამო ასე მიაღწიო იმასთან ჭეშმარიტებას, შეგიძლია მათყუარასთან მათყუარა იყო. დავიდა მელეხი. იძახის ბრძენი, ეხა მოდი დავფიქრდეთ ცოტა უფრო ღრმად. ჩვენ რო ვთქვით მაგალითი, რომ მოვიდა ადამიანმა და გამიკეთა რემონტი. რისთვის მოვიდა ეს ადამიანი? გააკეთოს ჩემთვის რა, ის რაც მე მომიტანს სარგებელს. მიზანი ამ ბოროტმოქმედის მაляრის რა იყო? გაეკეთებინა თავისთვის სიკეთე. აქედან გამომდინარე ეს ორი მაგალითი რა, არ გავს ერთმანეთს. შევაჯამოთ და გავიდეთ ეხა ალახაზე რა გამოდის ამ სიტუაციაში. არანაირი ვალდებულება არ აქვს ამ ადამიანს გადაუხადოს იმას ფული. პირველი იმიტომ რომ არ უთხოვია იმის არაფერი გაეკეთებინა და ყველაფერს ასაც მევწეთ არ აქვს ამას ვალდებულება წაიკითხოს და თან აღასრულოს, იმიტომ რომ თოვლის ბაბუა არ არის ბჭყალებში. ხო? ჩვენ მალარი ხარ, შენ მოხვედი კედელი შეღებო, შენს მეტი არაფერი არ უთხოვია და მეორე აქ გაჩნდება ერთი კითხვა, რაც ზურამ ახსენა. ხო, ზულონმა. ეს ამას ქვია ტყუილი თუ არა? მე ხა ფურცელზე დავწერე რა ტყუილი. ამას ქვია ტყუილი თუ არა? იძახის ბრძენი ამას ტყუილი არ ქვია. ან როგორც ესეთი კლასიკური ტყუილის ფარგლებში არ შედი. მე ფურცელზე რასაც მინდა იმას დავწერო კოსმონავტი. მართალია არ არის მართალი, მაგრამ შენთან ცალკე დაწერე, მაშინ აქ მომიწერო ჩემს მოხსინ დადო. რატო შენ შემოძმო, ჩემთან ხარ სტუმრად. შენ ხარ მოსული ჩემს განზრახვა რაზე გაგქონდა, რატო დაწერე? მე განზრახვებით როგორც ქავანოთ ბათვილა. ეხლა მე რასაც დავწერ ჩემი სახლია, სადაც მინდა, რასაც მინდა იმას დავწერ. პატიოსანი გაუკეთებდა ამას? ვის? პატიოსანი არ გაუკეთებდა. ან თქვენ რა გინდათ? რას? მიშვალ გორჩკა, არ გაუკეთებ მე. მაგრამ მამან არ იცოდეს, მალე პატიოსანი იყო თუ არა. შეამოწმა უკვე ყველა. რა შეამოწმა? ქურდი იყო ეს მალარი, რა შეამოწმა უნდა პარავდა რაღაცა. იცოდი. აბა, დაინახა რომ პარავდა. მოკლედ, ბინიამინ, მაგრამ გაფერეს დავანგრევინოთ, ხო? ბინიამინ, მოემზადო. მოკლედ, შეჯამებისთვის ამას არა გადასახდელი არაფერი. რადგანაც ამ ადამიანმა რომ მოვიდა და აუყარა ეს კაფელი მარტო თავის სასიკეთოდ გააკეთა და ამის სიკეთისთვის არ უფიქრია, რადგანაც არ იცოდა ამას მე რა უნდა გაეკეთებინა, არამედ მოვიდა პირიქით უფრო ზიანის მოსატანად, ხო? რო ეპოვა ნახდათ ფული და წაეღო რა, იფიქრებდა ამის კაფელზე. არა. და მეორე რა, ამას ტყუილი არ ქვია, რადგანაც რა და ფურცელზე დაწერა და გვერდზე გადადებული რაღაცა, ეს არ არის ტყუილი. ტყუილი რა, რომ მიდიხარ და ადამიანს ეუბნები რაღაცას და ამ ნათქვამიდან გამომდინარე შენ იღებ რაღაც სიკეთეს. ამაზე შევაჯამო.